ძვირფასო მეგობრებო, ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ღირს მყო დავიკავესოდენ მაღალი თანამდებობა პრეზიდენტისა, რაც მავალებს საჯაროდ წარმოთქვა ფიცი. ფიცალ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს. დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. Psalmuni Davidisi, ugalobdet upalsa, ketlis mqopelsa ჩვენსა და ვაქებდეთ სახელსა უფლისა მაღლისასა. ღმერთმა ინებოს, რომ თქვენი მოღვაწეობა საქართველოში იყოს კურთხეული და ნაყოფიერი, ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, ნიშნად ჩვენი დიდი სულიერი სიყვარულისა, ჩვენ მოგართმევთ წიგსა ამას ცხოვრებისასა ბიბლიას. ღვთის ტაძარში, სვეტიცხოველში დღევანდელი დღესასწაული ეძღვნება მსოფლიოში ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს, ღვთისმშობლის წილხდომილი ქვეყნის სუვერენული და დემოკრატიული საქართველოს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტის არჩევასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინებას. აღასრულოს თავისი პირველი კონსტიტუციური მოვალეობა და ღვთისა და ერის წინაშე დადოს ფიცი. თქვენ აღმატებულება გთხოვთ მოგბრძანდეთ. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას.
ყურადღება ვიწყებთ მისი აღმატებულების საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას. საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენი რევოლუციის მონაპოვარს უთხრდა. ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. ვესალმები პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ჩვენ ყველა განსაკუთრებულ სტუმარს. გვესალმებით ყველას, ვინ ჩამოვიდა ჩვენი ცერემონიაზე დასასწრებად. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს თავის ისტორიაში არ ყოლია ამდენი ერთგული გვერდზე მდგომი მეგობარი და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. სამხედრო ძალები სმენა სწორება დროშაზე მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. სამხედრო ძალების მმართველობა გაერთიანების თავისუფლების პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი გამანაძე. სვენა! სპეციალური ოპერაციების ძალები მაიორი კიგლაძე. სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩვენ მარტო არ ვართ. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ყოველთვის გრძნობდით მეგობარი ქვეყნების თანადგომას. საქართველოს მოქალაქეთა სახელით მადლობას ვუხდი მეგობარი ქვეყნების ხალხებს და მთავრობებს ამ თანადგომისთვის. ჩვენი საერთაშორისო კავშირები გამტკიცდება და უფრო ქმედით სახეს მიიღებს. ევროკავშირთან
დაახლოების და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები, ვიცე-პოლკოვნიკი პლატეიშვილი. ვენა, თავდაცვის ძალების საჰაერო ძალები, ვიცე-პოლკოვნიკი ნინოა.